მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით 2012 წლიდან დღემდე იმერეთსა და გურიაში თვითმმართველობის ორგანოები 727 ადამიანმა დატოვა. მედიატორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნაწილი ამ ადამიანებისა ბრძანებით გაათავისუფლეს, ხოლო ნაწილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ნებაყოფლობით დატოვა და სწორედ ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ ამ ადამიანებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ოზურგეთის რაიონში ერთ დღეში გაათავისუფლეს 135 ადამიანი, ხოლო 114-მა ერთსა და იმავე დღეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ნებაყოფლობით დაწერა. ჩვენთვის ასევე ცნობილია ბაღდადის რაიონის შედეგებით, სადაც ერთი ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებულია 49 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ მონიტორინგის ცენტრ მედიატორის მონაცემები და ისინი ვარაუდობენ, რომ მსგავსი ფაქტები არის პოლიტიკურად მოტივირებული და ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ უკვე ვაკანტურ ადგილებზე საკუთარი ახლობლები დანიშნონ. საიდან დაიწყებს თბილისის მერია ავარიული სახლების გამაგრებას. თუკი ამ დროისთვის გამოცხადებული ტენდერებით ვიმსჯელებთ, დღის წესრიგში მხოლოდ 8 სახლის რეაბილიტაცია, თუმცა მთლიანობაში წლის ბოლომდე ტენდერის გამოცხადება 46 სახლზე იგეგმება. თუ მიხვდა ეს ადამიანი, რომ საჭირო იყო ამ კორპუსების გამაგრება, მაშინ ის ტენდერი რატო გაუქმდა და თუ გაუქმეს ეს ტენდერი შეიძლება რაღაცა ხარვეზი ყოფილიყო რამოდენიმე კორპუსი, არავინ არ იცის. შეიძლება ყოფილიყო ხარვეზი, მაგრამ თუ ინახა ის ხარვეზი, რატომ მაშინაცვე არ დაიწყო ახალი ტენდერის გამოცხადებისათვის მომზადება? ირაკლი კვარაცხელია ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა ნაწილისთვის საატესტაციო შეკითხვები წინასწარ ცნობილია. ტესტები, რომლებიც კურიერს კონფიდენციალურმა წყარო მიაწოდა, სავარაუდოდ იმის ანალოგია, რომელზე პასუხების გაცემაც ატესტაციის დღეს მუნიციპალიტეტების მხოლოდ ზოგიერთ თანამშრომელს მოუწევს. მუნიციპალიტეტებში კანონდარღვევებს არ გამორიცხავს თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დადასტურების შემთხვევაში ამ ფაქტით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. უფასო სასადილოების ბენეფიციართა გაზრდილი რაოდენობა და შემცირებული ბიუჯეტი. ასეთია მონიტორინგის შედეგი მედიატორის კვლევის მიხედვით. თბილისის ყველა რაიონის გამგეობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უფასო სასადილოების პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, 9526-ით გაიზარდა, თუმცა ადგილების არარსებობის გამო 4000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე მომლუდინეთა სიაშია. 9000 ადამიანით არის გაზრდილი შარშანდელიდან მოყოლებული იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ეკუთვნის სახელმწიფო პროგრამით დახმარება. 5000 ადამიანს ეხმარებიან, კი ბატონო, თუმცა 4000 ადამიანი ლუკმაპურის გარეშე არის დარჩენილი. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ თბილისის საკრებულოს, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტისთვის გაითვალისწინოს ეს პრობლემა და ის შემცირებული ბიუჯეტი, რომელიც 177.000 წარმოადგენს, გაიზარდოს, რათა